გამარჯობა, ეს არის ახალი ამბები. პირველ ზემეს ოსოელისაშვილი ვარ თქვენთვის მუშაობას პოზიტივის საინფორმაციო სამსახური იწყებს. პოლიციამ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნელი უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა. ისინი თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე საერთაშორისო დონეზე იძებნებოდნენ. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძებნილი პირები სხვადასხვა დროს ბათუმში დააკავეს. ამჟამად დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლები პირი დააკავეს. ნივთმტკიცება და ამოღებული 121 შეკვრად დაფასებული და 164 გრამი ნარკოტიკული საშუალება მეთადონი. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დედოფლის წყაროში გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი განყოფილების ოფისის თანამშრომლებს შეხვდა. დავით სონღულაშვილმა განმარტა, რომ დეპარტამენტისთვის გადაცემული ახალი შენობა ხელს სახელმწიფო გარემოს დაცვითი კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერებას და რეაგირების ოპერატიულობის გაზრდას შეუწყობს. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ დედოფლის წყაროში განსაკუთრებული ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ექცევა, როგორიცაა უკანონო ტყით სარგებლობა და ბრაკონიერობა, რისთვისაც უწყვეტი კონტროლი და პრევენციული ღონისძიებები აქტიურად ხორციელდება. ჩვენთვის პრიორიტეტული არის გარემოს ზედამხედველობის ინსპექტირება შესაბამისად მუნიციპალიტეტებში ყველა რეგიონში ვცდილობ, რომ წარმოდგენილი იყოს განყოფილებები, ჯგუფები, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა, რომ სრულად გადაფარონ და სრულფასოვნად იფუნქციონირონ. ამისთვის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის გამართული ინფრასტრუქტურა და დღევანდელი დღეც ამისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგალითი არის. ჩვენი მიზანია სამართალდარღვევების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, რასაც სამინისტროს დახმარებით აუცილებლად შევძლებთ. დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში ხშირად ხდება უფრო უკანონო თევზჭერასთან და უკანონო ნადირობასთან ფაქტები, რომელსაც ასევე არსებობს უკანონო ხე-ტყით სარგებლობაც, რომელსაც ყოველდღიურად ვებრძვით მკაცრად. მინისტრი მაქსიმალურ ხარდაჭერას დაგკვირდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გოდერძის უღელტეხილზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაიცნო. ადგილზე ცნობილი კომპოზიციის მიმანიშნებელი აბრის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სურა პატარაძე ალპურ ბოტანიკურ ბაღსაც ესტუმრა. მისი განცხადებით, ალპინარიუმი რეგიონის ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული სივრცეა, სადაც არაერთი ახალი ტურისტული და გასართობი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. სურა პატარაძე ბეშუმში შუამთობის სახალხო დღესასწაულისთვის მიმდინარე მოსამზადებელ სამუშაოებსაც გაეცნო. სულ რაღაც ერთ კვირაში გაიმართება სახალხო დღესასწაულის შუამთობა. ჩვენ ნახეთ თუ როგორ მიდის მოსამზადის სამუშაოები მთაში, უშუალოდ გოდერძის უღელტეხილზე, როგორც თქვენ ნახეთ, დღეს უკვე მოეწყო ახალი აბრა ტრადიციულად, რომელიც სულ იდგა, ასე ვთქვათ, გოდერძის უღელტეხილზე. ასევე რაც შეგვიძლია დავაანონსოთ კერძო კომპანიებსა და სახელმწიფოს თანამშრომლობის შედეგად გოდერძის უღელტეხილზე განთავსდება ქართული 41 მეტრიანი დროშა. შიდა გზების მოწესრიგება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ჩვენთვის და რა თქმა უნდა ჩვენი ულამაზესი კურორტი ბეშუმი. დღეს ჩვენ ვხედავთ ხალხმრავლობას, ადგილზე გავესაუბრეთ ადგილობრივ მოსახლეობას, მოვისმინეთ თუ რა აწუხებთ, რა საკითხები დგას დღის წესრიგში, თუ რა არის აუცილებელი პირველ რიგში რომ მოწესრიგდეს. გოდერძზე და ბეშუმის მიმდებარედ განთავსებული საზაფხულო იალაღების ელექტროდამცავი ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს როგორც შიდა ქსელის, ასევე მაღალძაბვის ქსელებისა და სატრანსპორტო ქვესადგურების სრულ რეაბილიტაციას, რაც საბოლოო ჯამში ხელი შეუწყოს მოსახლეობაში ხარისხიან მუდმივი ელექტრომომარაგების მიწოდებას, რაც თავის მხრივ აისახება გაზრდილ ტურისტების რაოდენობაზე, რომელიც ხელი შეუწყოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი გამარჯვებული რეჟისორის დაჯილდოებით დასრულდა. კულტურის სამინისტროსგან ფულადი პრემია რეჟისორ თემურ დვალს გადაეცა. ფესტივალი წელს მე-18-ად გაიმართა და რეგიონულ თეატრებში ახალგაზრდული ბაზის გაძლიერებას დაეთმო. პროექტის ფარგლებში მაყურებელმა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოეთიდან მოწვეული დასების საპროგრამო სპექტაკლები იხილა.
ჩვენი ფესტივალი სრულიად შეიცვალა სახე და ახალგაზრდულია უკვე მეორე წელია. ეს სიტყვიერათად შევიდა ფესტივალის სახელწოდებაში და მონაწილეობდნენ მსახიობები თბილისიდან, შოთა რუსთაველის თეატრის დამამთავრებელი კურსის მსახიობები, ასევე რეგიონის ახალგაზრდა მსახიობები სხვადასხვა თეატრებიდან. ეს დაჯილდოება ძალიან შთამბეჭდავი იყო. ჩვენ ისევ გავაკეთეთ მეორე კონკურსი და მე ვფიქრობ, რომ ეს 4 ადამიანი გაისათ პროგრამაში თავისი სპექტაკლებით გვეყოლებიან და მაყურებელი იხილავს მათ ნამუშევარს. მართლა არ მეგონა, იმიტომ კი რომ არ მჯეროდა, უბრალოდ ძალიან ღირსეული კოლეგები, ვერ ვიტყვი კონკურენტები, კოლეგები მყავდა, 4 თვლი რომ ძალიან კარგად წარვადგენენ ჩვენი პრეზენტაციები და გულწრფელად ეხლაც არ მჯერა რომ მე გამიმარჯვე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ ფესტივალის ყველა წევრს და განსაკუთრებით ქალბატონ ნინო ჭანკვედაძეს, რომ აი ესეთ საოცარ ფესტივალს აკეთებს. რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური იერიში მიიტანა, არიან დაშავებულები. ქვეყნის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით მოსკოვმა უკრაინის მიმართულებით 7 ბალისტიკური რაკეტა და 136 დრონი გაუშვა, საიდანაც თავდაცვის ძალებმა 5 რაკეტისა და 104 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება შეძლეს. ბალისტიკური რაკეტების დამსხვრევები კიევში შევჩენკოს რაიონში 18 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის გამოც ხანძარი გაჩნდა. დაშავებულია 3 ადამიანი. ამასთან მოსკოვმა იერიში კრივოი როგზეც მიიტანა, დარტყმების შედეგად ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. პარალელურად რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, ღამის განმავლობაში 146 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან კიდევ 30,000 ჯარისკაცის მიღებას და მობილიზაციის გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთს ბალისტიკური რაკეტების ახალი გამშვები დანადგარების გადაცემასაც გეგმავს. ვხედავთ რუსეთის თანამშრომლობასაც ჩრდილოეთ კორეასთან. რუსეთს კიდევ 30,000 ჯარისკაცის მიღება სურს ჩრდილოეთ კორეიდან. უკვე ივნისიდან ვორონეჟის ოლქში ემზადებიან მათ მისაღებად. ასევე ჩრდილოეთ კორეა გეგმავს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების ახალი გამშვები დანადგარების გადაცემას. დაზვერვის დეტალური ანგარიშები გვაქვს შემოდგომისთვის რუსეთის გეგმებზე. რაც რუსეთის გეგმებში არ არის, ესაა მშვიდობა. პუტინი ძალისხმევებს ამზადებს მობილიზაციის საფართოებლად. დიდ ბრიტანეთში ფეირფორდის სამხედრო ბაზასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლების გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლითაც შეერთებულ შტატებს საშუალება მიეცა ავიაბაზა ირანზე თავდასხმებისთვის გამოეყენებინა. ბრიტანეთი აუცილებელი და ლეგიტიმური სამიზნე გახდება, თუ ის ირანთან ომში ამერიკის შეერთებულ შტატებს დაუჭერს მხარს. ამის შესახებ ირანის რევოლუციის გუშაქთა კორპუსის წარმომადგენელი საუბრობს. მისივე თქმით, ქვეყნები, მათ შორის სპარსეთის ყურის სახელმწიფოები, რომლებიც მხარს შტატებს სამხედრო კონფლიქტში დაუჭერენ, ირანის მხრიდან ლეგიტიმურ სამიზნეებად ჩაითვლებიან. საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში მეხანძრეები ტყის ხანძრების ლოკალიზებას უშედეგოდ ცდილობენ. ძლიერი ქარის გამო ცეცხლი ქალაქ ბორდოს უახლოვდება. ესპანეთში კი, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ამინდის პირობების ცვლილებამ მადრიდის გარეუბნებში მომუშავე მეხანძრეებს საქმე შეუმსუბუქა. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა აღნიშნა, რომ წინ რთული დროა. ამავდროულად ვალენსიის ხელისუფლებამ ხანძრის შედეგად მამაკაცის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა. ადგილობრივი მედიის ცნობით 70 წლამდე ასაკის კაცი მეხანძრეებმა საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. სტიქიის გამო საფრანგეთსა და ესპანეთში 300,000-ზე მეტი ადამიანის ევაკუირება მოხდა. ნიუ-იორკში ხანძრის შედეგად 21 ადამიანი, მათ შორის 19 მეხანძრე დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით არც ერთ დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკული არ არის. ქალაქის სახანძრო დეპარტამენტის ცნობით ხანძარი ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 10 საათზე კოლეჯ პოინტის ბულვარის სიახლოვეს მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩნდა და 2 მომიჯნავე შენობაზე გავრცელდა. ბერლინში LGBTQ+ ღონისძიებაზე შეკრებილ ადამიანებს ფურგონი შეეჯახა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირედ 16 კი დაშავდა. მომხდარის შემდეგ პოლიციამ გერმანიის დედაქალაქში პრაიდის ღონისძიებები და კონცერტი დაწყებიდან რამდენიმე საათში გააუქმა. ბერლინის პოლიციის ცნობით ეჭვმიტანილის ვინაობა დაადგინეს, თუმცა 21 წლის მამაკაცი ჯერ დაკავებული არ არის. პოლიციის ინფორმაციითვე ის ბერლინში ისლამისტ ექსტრემისტებთანაა დაკავშირებული.
ეს იყო ახალი ამბები პირველზე, ჩვენ ზუსტად 4-ზე დაუბრუნდებით დროებით.